ნინოს 30 დეკემბერს შეიხედე სუპერმარკეტში და გეგონება რომ აპოკალიფსია მეორე დღეს. წინა საახალწლოს სუფრის მზადება. შენ როგორც შეფი და როგორც დედა, რომელიც ოჯახის ბიუჯეტს მართავს და ამასობაში შეფი, რომელიც პროფესიონალურად უყურებს საკვების ღირებულებას. ამ ყველაფერს როგორ აფასებ? საიდან მოდის ეს აპოკალიფსური შოპინგის ნაწილი და ბიუჯეტში როგორ ჯდება? მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არ მგონია ჯერ მარტო ჩვენი პრობლემა არის, ანუ ქართველების პრობლემაც არ მგონია. მგონია რომ ყველა სხვა ქვეყნებსაც და სხვა ხალხებსაც აქვთ ეგ პრობლემა. თუმცა, რადგანაც აქვთ და ჩვენზე ვლაპარაკობთ, ჩემი აზრით ეს არის ერთის მხრივ მგონია რომ რაღაცა ის პოსტსაბჭოური გადმონაშთი და ის გავლენა არის და იმ წინა საუკუნის აი 70-მა წელმა საკმაოდ ესეთი გავლენა, ცუდი გავლენა მოახდინა ამ ყველაფერზე და ეს რაღაცა ზრუნვა იმის რომ რაღაცა გქონდეს ეს ყველაფერი, არ დაგვაკლდეს და ხო ეს სიძლიერის ნიშანია ნაწილობრივ, ხო? ჩიტის რძე არ უნდა აკლდეს სუფრას. ხო. ანუ აი ეგ გამოთქმაც ალბათ მანდედან მოდის რა, რომ აი სტუმარი ამბობს ხოლმე მაგას რა, ანუ აი სუფრიდან გასული სტუმარი ამბობს ხოლმე მაგას, რომ აი ისეთი სუფრა გაშალესო, რომ ჩიტის რძეც არ აკლდაო, ხო და. არა და მე და შენ კარგად ვიცით, რომ ჩიტის რძე არანაირი კვებითი ღირებულებით არ შეავსებს სუფრას და ბ ალბათ იმდენი გემო გაქვს ახალწლო სუფრიდან მიღებული, რომ ჩიტის რძე საერთოდ ეს სართულებად დალაგებული სუფრის თეფშები. ეს არის სიუხვის ნიშანი, თუ ეს არის ნუტრიენტების არცოდნის ნაწილი, ანუ სად მივდივარ ამ ტრადიციაში? ეგეც მანდედან მოდის. ხო. ანუ ხო რაღაცა ის. ესეც ამ გადმონაშთის ნაწილი არის რა, ამ პერიოდის ნაწილი არის, სადაც ანუ ყველაფერი უნდა ყოფილიყო რა. ეხლა ქართულ სუფრას ესე რომ გადახედავ, ისეთი ქაოსი ხდება, ხო? ანუ ყველაფერი ერთად არის, ხო? აი განუსაზღვრელი რაოდენობით და აქ მგონია რომ აი ეს თავის მოწონების ამბავი უფრო არის, ხო? სტუმართან, რომ აი მოვიდა და ყველაფერი არის, ანუ დაწყებული ეგრეთ წოდებულ ზაკუსკას რო ეძახდნენ, ხო? და ანუ სახელიც მანდ ანუ გაიშალა რა და გვაქვს ან მხალეულიც გვაქვს, მწვანილიც გვაქვს, სალათებიც გვაქვს, მაიონეზიანი სალათებიც გვაქვს, ნიგზიანი რაღაცებიც გვაქვს, იქ ერთი ხორცი არის, ბურვაკი არის, შემწვარი გოჭი არის, საცივი არის და კიდეც ხელი უნდა შემოვიდეს ამავე დროს რა და ნინოს როგორ რაღაცაა მანდცი? ანუ რეალურად მაშინ საიდან მოდის ტრადიცია და აქამდე როგორ მოვედით ერთ საკითხია, მაგრამ და სტუმრისთვის კეთდებოდა, მაგრამ რეალურად დროთა განმავლობაში, ეხლა ჩემ სიტუაციას რო ვიხსენებ და ოჯახში საბოლოო ჯამში ოჯახში ეგეთი მოლოდინი ყალიბდება. ანუ საბოლოო ჯამში ჩიტის ზე არ უნდა აკლდეს არა მარტო სტუმრისთვის, არამედ შენი ოჯახის წევრებისთვის და ეს არის ზრუნვის ნაწილი. თუ ეს ესეა, პირველი კითხვა არის ბიუჯეტი. შენი გამოცდილებით, შენ როგორ გეგმავ ბიუჯეტს ახალწლოდ და თუ შენ ისე არ გეგმავ, როგორც სხვა ყველა დაგეგმავ და შენი აზრით სხვას რა უჯდება ერთი კარგი საახალწლო სუფრა, რომელიც მე დღეები მიყვება? ხო, ალბათ ოჯახის სიდიდეს გააჩნია. ერთი. ხუთსულიანი ოჯახი წარმოიდგინე. ხუთსულიანი ოჯახი, თუ იმ გაგებით სუფრას გაშლის, ახლა წეღან რაზეც ვლაპარაკობდით, ხო რომ ჩიტის ზე არ უნდა აკლდეს სუფრა, ანუ საკმაოდ დიდი, ანუ საკმაოდ ძვირი დაუჯდება ეს სიამოვნება რა, შეიძლება მთელი მისისთვის ბიუჯეტიც კი დაჯდეს ეს სუფრა რა. მაგრამ ჩემი გადმოსახედი და მე როგორც ვიქცევი ხოლმე და წლებია ესე ვაკეთებ, მას შემდეგ რაც ოჯახი შევქმენი და ცალკე ვცხოვრობთ, რა რაღაცა ერთი კონკრეტული კერძის გარშემო ვტრიალებ ხოლმე, თქვა თუ საცივი მაქვს მთავარ კერძად, ხო და მთავარი მოქმედი გმირი საცივი არის, მის გარშემო ხდება ხოლმე ყველაფერი. ნუ იქ არის თავისთავად რაღაცა ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე გოზინაყიც გვაქვს, ტკბილიც გვაქვს, თუმცა ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა ზომიერება შევინარჩუნოთ ხოლმე და კიდევ ერთი რომ მე ისე 12 საათზე არ დავჭდეთ ხოლმე. 12 საათზე არ დავიწყოთ აი ამ ყველაფრის მირთმევა. და ყველაზე ცუდი რა არის მანდცი რომ 12-მდე რომ არ უნდა ჭამო. 12-ზე დავიწყე ერთი და მაგამდე 12-მდე არ უნდა ჭამო. და ის ხათა შორის რა 12-მდე არ უნდა ჭამო, აი ეგეც საიდან მოდის, აი დედაჩემი აი სულ მახსოვს, ახალი წელი ჩემს გონებაში არის როგორც აი დედაჩემი 12-ს რო რაღაცა 2 წუთი აკლიან 3 წუთი და დიდი საცივის რაღაცა ესეთი ბუდებს რო ეძახდნენ ხოლმე. აი ამით მოდის რომ სუფრაზე ის რო არ იყო, ანუ ახალი წელი არ დადგა, არ დადგებოდა რა. რამდენჯერ მქონია ოჯახში შემთხვევა, რომ
დედა გიჟივით აკეთებს საჭმელს, რომ მთელი სუფრა იყოს ის როგორც საჭიროა და ამასობაში 12 საათი ხდება. ამასობაში დედასად არის რატო არ გვიჭახუნებს შამპანიურს, იმიტომ რომ საჭმელს აკეთებს. და ესეთი ქაოსია ხოლმე მე რეიწყება წინასწარ უნდა დაგვეთვალა, განგვეხილა. მოკლედ მიუხედავად იმისა, როგორ შეიძლება ვისაუბროთ ახლა ამ ყველაფერზე, როგორც სადგვა-გარღვევები კალორიულ ნაწილში, ნუტრიენტულ ნაწილში, ქცევით ნაწილში, საბოლოო ჯამში იმას ვერ აუვალთ, რომ ჩვენში ზის. აი ეს რომ ჩვენში ზის 10 წლის მერე რა მოხდება, კაცმა არ იცის და როგორ შეიცვლება ეს ყველაფერი ახალ თაობასთან ერთად და ამაზე შენი პერსპექტივა მე მაინტერესებს, მაგრამ ერთი ამბავი არის ბიუჯეტი. იმიტომ რომ რეალურად მე თვეში 12 თვის კი არა, თურმე 13 თვის ბიუჯეტი უნდა გავწერო, იმიტომ რომ მე-13 თვე არის, მე-12 თვეზე ახალი წლის საღამო. კი ბატონო. მაშინ კალორიების მენეჯმენტი, იმიტომ რომ თუ კალორიებსაც ჩავთვლით ჩვენ ბიუჯეტად, რას გავცემთ, რას ვიღებთ, რას ვინახავთ, კალორიების მენეჯმენტში ხდება გამიშვი-გამატარე. შენ ეძებ ერთი საახალწლო სუფრა. რამდენ კალორიას მოიცავს? იმის გათვალისწინებით, რაც მაცივარში ინახება. ძალიან ბევრს. 10,000? თლად მაგდენი არ მგონია. იცი რომ მე მეტი მგონია? კი. და წინა საახალწლოდ დაიდება ჩვენთან ვიდეო საახალწლო სუფრის კალორიული განხილვა. საინტერესოა ჯერ არ ვიცი რიცხვები, მაგრამ მაგას მალე დავადგინთ. რამდენი კალორია ტრიალებს სუფრაზე, მათ შორის მაცივარში, რომელიც მეორე დღეს უნდა გამოვიდანოთ, მესამე დღეს ახალწლებზე და ერთი ადამიანი რამდენი ხანი გაყვებოდა კალორიული ნორმა. თუ ადამიანს ჭირდება 2000 კალორია, რამდენი 2000 კალორია დევს მაგიდაზე. საინტერესო დასასრულია, იმიტომ რომ დაგვაფიქრებს პერსპექტივაზე. რომელსაც ალბათ ან გავითვალისწინებთ, ან უბრალოდ გვეცოდინება საინტერესო კონცეფცია და მაგას ძალიან მალე დავთვლით. იმიტომ რომ ეს კალორიების მენეჯმენტთან ერთად ახლა შემოდის ნუტრიენტების ცოდნა. მე მაინტერესებს, შენ როგორც ადამიანი, რომელმაც ნუტრიციოლოგიის საფუძვლები ისწავლა ჯერ, ამის მერე შენი როგორც მზარეულის ქცევაში რამე თუ შეიცვალა და ეგ ახალ წლებზე როგორ გამოგადგება? რას დააბალანსებ ნუტრიენტულად, რომელსაც აქამდე არ იფიქრებდი? ანუ მაგას ყოველდღიურად ვიყენებ. ანუ პრაქტიკაში ძალიან მადგება ეგ ყველაფერი. ბევრად უფრო გააზრებული მაქვს ხოლმე რა, ანუ აი კერძის კონსტრუქციიდან დაწყებული, ანუ როგორ უნდა ავაგო, რას უნდა მოიცავდეს ეს კერძი იქნება, ეს თუ ზოგადად სადილი იქნება და ბევრად უფრო ანუ ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან მე მგონია, რომ ბევრად უფრო დაალაგებული და ბევრად უფრო გააზრებულია ეს ყველაფერი რა. შენ თქვენი ნუცრო ერთი ძირითადი კერძია. მაგალითად საცივი. ეხლა უყურებ საცივს და იცი რომ აქვს ხორცის რაღაც წყარო, იცი რომ აქვს ნიგოზი, რა აქვს საცივში, რომელი ნუტრიენტი ჭარბობს კიდევ. ან ცილა და ნაჯერი ცხიმები. ეხლა ის რო იცი ძირითად კერძად და იზახი რომ მაგას უხამებ ყველაფერს. კი ბატონო. ტკბილეული როგორ ზედავდოთ? საკვებში რა შემოდის კიდე? არის ფხალეული? თავისთავად, კი. ანუ ხო, აი გალავიას, ანუ არ გავწდებოდი რა, ანუ აი ქართულ ტრადიციულ სუფრას არ გავწდებოდი. იქვე ვიტრიალებდი, თქვათ და რაღაცა ფხალის რომელიმე სახეობას, მაგრამ ფხალებს შეიძლება აღარ დავამატო ნიგოზი. იმიტომ რომ ნიგოზი უკვე მაქვს რა და აღარ დავტვირთავდი კიდე დამატებით ამ ცხიმებით. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეღებული ნიგოზი ძალიან კარგი პროდუქტია, ფხალში აღარ დავამატებდი და სხვანაირად შევაზავებდი, ხო? ანუ მეტ ბოჭკოს გამოვიყენებდი, ანუ მეტ მწვანე რაღაცა ფოთოლს გამოვიყენებდი და ასე შემდეგ. თქვათ ნახშირწყალიც მექნებოდა, ხაჭაპურიც მქონდეს, რატომაც არა, ხო? იყოს, უნდა იყოს, რა, დიდი ამბავი ახალი წელია. და ხო, რაღაცა აი ამის გარშემო შეიძლება იქ მეორეც ყოფილიყო, რაღაცა მარტივი სალათიც ყოფილიყო, მარტივი ხემსებიც ყოფილიყო, თქვათ რაღაცა ზეთისხილი იქნებოდა ეს თუ ასე შემდეგ. ხო, აი ვინ რას მოიაზრებს რა. ანუ რეალურად ვიცი რომ აქ ცილა და ნაჯერი ცხიმი, კარგად და ამასობაში უჯერი ცხიმიც ხო, იმიტომ რომ ნიგოზი ჯანსაღი ცხიმების წყაროა და ამასობაში შემოვიტანე ბოჭკო სალათის სახით ან ფხალეული სახით და ფხალეულს ნიგოზი აღარ დავამატე, იმიტომ რომ ჯანსაღი ცხიმები კარგია, მაგრამ კალორიებში და ოდენობაში ვაჭარბებ და ამასობაში მეორე ნაბიჯია მაგ კარაქი, უკაცრავად, მაგ ხაჭაპური, რომელსაც მაინდა-მაინც ზემოდან კარაქს აღარ წაუსვამდი, კარგად მოსაბრაწად. ხო, შეიძლება დავსვა გემოც ისე რომ ზემოდან კარაქი არ წაუსვა, როგორ არის ზარეულში. კი, კაცო, როგორ არა. ხო? არა, აუცილებელი რა, ხო, მაგრამ ეს კარაქიც დიდი რაოდენობით არა, რაღაცა წარმოგვიდგენია ხოლმე, რომ იმდენია ეს კარაქი, რადგან კარაქი გადაოცით, რომ არ არის ეგრე, შეიძლება 3 გრამი კარაქი იყოს გამოყენებული და ნუ აი ეს 3 გრამი კარაქი განსაკუთრებულს არაფერს არ შვრება რა.
ანუ მანდაც რაოდენობის მენეჯმენტია, მით უმეტეს რაოდენობის მენეჯმენტი არის, კი. ანუ რაღაცა გემოს მაინც ვიღებ, განცდა მაინც მაქვს, რომ სრულყოფილი არის ის კერძი, თუმცა რაოდენობა გავთვალე და თქვა 20 გრამის მაგივრად გამოვიყენე 5 გრამი რა და ოკეია რა. კალორიები დავზოგე 4-ჯერ და ამასობაში გემო იგივე შევინარჩუნე. ნინოს მაიონეზი ახსენე შენ და მაიონეზის კულტი გვაქვს სალათებში. აი ეს მაიონეზის კულტი ვიცით რომ წუდია, რითი ჩაანაცვლობდი? სალათას რას გავუკეთებდი დრესინგად, ისე რომ გემო და კონსისტენცია იგივე დაჯდეს, მაგრამ მაიონეზი არ ქონდეს. ხო, აი მაიონეზს ესე რა იაშასველჩით, ხო? მაგრამ ძალიან დიდი დოზით ეხა ნაკლებად შეიმჩნევა ეგ ტენდენცია რა, ბევრად უფრო მეც ვიყენებდით, თქვა ჩემს ბავშვობაში რა. ეგეც ახსნადი არის, რატო ვიყენებდით, იმიტომ რომ ცოტა ფუფუნების საგნად ითვლებოდა, პროდუქტად ითვლებოდა მაიონეზი რა და ესე მარტივად ხელმისაწვდომი არ იყო და ნუ აი ეს სალათები, ოლივიე, იგივე რაღაც კრაბის სალათი თუ ქათმის სალათი თუ ასე შემდეგ, სადაც ნუ აი ხო. და ნუ ისეთი პროდუქტია რა, ნეიტრალურია, ბევრ რაღაცას უხდება და მაგიტო არის როგორ ხშირად ვიყენებთ და ყველაფერში ვიყენებთ იდეაში თორე. მაგის ჩამნაცვლებლად, რა ვიცი, ანუ თავისუფლად შეგვიძლია რომ იოგურტი გამოვიყენოთ, ბერძნული იოგურტი, არაჟანი შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაწვნის, ქართული რაღაც მაწვნის ბაზაზე შეგვიძლია соуსი შევქნათ და გამოვიყენოთ. მარტივი ვინეგრეტის ტიპის დრესინგი შეგვიძლია გამოვიყენოთ, ხო, აი რაღაცა ზეითუნის ზეთით და ცოტა მდოგვი დავამატოთ. რაღაცა რომ მეტი სტაბილურობა გქონდეს ამ соуს და ანუ ბევრი ალტერნატივა შეიძლება, მთავარია გვინდოდეს რა, ჩამნაცვლებელი, ბაჟე შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაიონეზის ჩამნაცვლებად არა, მაგრამ რაღაცა соуსის რაღაცა ალტერნატივად რა. ეს ყველაფერი საკვები, რომელიც გავაკეთე არ მარტო ახალ წელს საღამოს 12-ისთვის, გავაკეთე შემდგომი დღეებისთვის. შენახვის პრინციპი და საკვებითი უსაფრთხოება შემოდის ამბავში. დიახ ბატონო. იმიტომ რომ ისედაც ცივა აივანზე გავდგამ და რჩება არაფერი მოუვა. რა აი ამ საახალწლო სუფრიდან რომელი პროდუქტები იქნებოდა ან კერძი უფრო მეტად მალფუჭებადი და რომელს არ ითვალისწინებს შენი აზრით ყველაზე მეტად დიასახლისი, რომელიც ამზადებს. არის საერთოდ ეგეთი, რომელსაც მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ შენახვის ნაწილში? ნეგუზიანი პროდუქტი. ოკეი. შეზავებული ნეგუზიანი პროდუქტი. და ისედაც ანუ ახლა მოდი გავითვალოთ თან სად ვაკეთებთ ამ ყველაფერს რა, ანუ რა ვიცი, ხა თბილისში თუ ხდება ეგ ყველაფერი, ნუ სადაც ეგეთი ცივი არ არის, რომ აივანზე გავდგათ და იქ შევინახოთ რა. დილით შეიძლება 5-6 გრადუსი იყოს ტემპერატურა და უფრო ავიდეს ხო რაღაც 10 საათზე 10 გრადუსამდე ავიდეს ტემპერატურა და ანუ აი ვერ ანუ არ მოდის ვერანაირ ლოგიკაში და არანაირ საფრთხოების ნორმებს და წესებს არ ექვემდებარება ეგ ყველაფერი. მათ სივალში ვინახავთ 4 გრადუსამდე. მათ შორის საცივი, ხო? ნიგუზის შეზავებული პროდუქტი. საცივიც კი, აბა რა. პირველი რაც მახსენდება არის აივანზე გადგმული საცივი დიდი ქვაბით. ხა, ეგ ანუ მეც მახსენდება, მაგრამ აი თან ეგ ჩემ ბავშვობაში ის მახსენდება, რომ სუთაული იყო ხოლმე რატომღაც რა და ნუ აი კიდე შეიძლება მან ყოფილიყო ის ტემპერატურა, რომ რაღაც, მაგრამ ეხლა არ ვიცი. შეიძლება ანუ 4 გრადუსს უმიზნებ შენახვისთვის. პლუს ხო, 3-4 გრადუსი არის ხოლმე როგორც წესი რა. საცივი გავდი გარეთ. რამდენი დღეა ვარგისი? საპროდუქტი საკვებად ვარგისი 48 საათი. 48 საათი? აი მაქსიმუმ 72 საათი, ხო. 48 საათი. შემიცოდა ჩემი დიდი ქვაბის საცივი. მაცივარში? ანუ 3 დღე, 2-3 დღე თავისუფლად შეგვიძლია მოკლედ მივირთვათ რა, სამაცივანო სწორად შენახული. სასურველია ხოლმე რომ ეს პროდუქტი ხშირად არ გამოვიღოთ ოთახის ტემპერატურაზე არ გავაჩეროთ, არ გავაცხელოთ, მე არ გავაციოთ, კიდევაც შევინახოთ, თქვა რაღაცა პორციულად გამოვიყენოთ რა. და ხო. ეგა. გული დამწყდა ძალიან ბევრ საკვებზე და პროდუქტზე, რომელსაც ახლა ვიხსენებ. ანუ ჩემი ცოდნაც რა, დროთა განმავლობაში რაც უფრო, ანუ მით უფრო მეტად ესეთი გავხდი, ან თან გული მწყდება ხოლმე რა. განსაკუთრებით ანუ აი ასაკოვან ადამიანებში არის ეს ალბათ უფრო კომპლექსიც არის რა და წერან რაც თქვი რომ იმდენად არის შოვებოდა რაღაცები, რომ აი ეს აქვთ რომ აი მოდი ახლა ვიყიდოთ რომ შეიძლება ხვალ აღარ მქონდეს რა მის ყიდვის საშუალება და აი ჩვენი სუფრებით მაგას გავს ხოლმე ყველაფერი და აი ვერ მიხვდები რატო არის ანუ თევზი, ბურვაკი, გოჭი, საცივი, ოსტრი აი ყველაფერი ერთად რანაირად შეიძლება რომ ადამიანმა ყველაფერი ამდენი ცილა რაში გჭირდება ხო და ცილა ყველაზე ნაკლები პრობლემაა ხო ყველაზე ნაკლები პრობლემა ცილა ანუ ხო აი ხო არ მახსენდება არც ერთი კულტურა, სადაც აი ეგეთი ქაოსი ხდება რა. ალბათ პოსაბჭოურ ქვეყნებში უფრო რა. კაი, ეხლა გადმოვიდეთ უფრო დადებით ხარეზე, იმიტომ რომ რეალურად რაც ვისაუბრეთ იყო ის მინუსები რაც შეიძლება საერთოდ უფრო სკონდეს. მაგრამ ამასობაში აუცილებლად უთხრათ ჩვენს მენელს, რომ ქართული ტრადიციული კერძები და მისგან შექმნილი სუფრა ჯანსაღია თუ არა ჯანსაღია ქართული წერტილი. ანუ შეიძლება რომ იყოს ჯანსაღი. ზუსტად.
ჯანსაღია შენ თუ რაღაცები არ გაუკეთე და პირიქით თუ გაითვალისწინე ქცევით ნაწილში ბევრი რამე კიდევ უფრო მეტად გაჯანსაღდება და აი ეს მინდა რომ აუცილებლად თქვა ქართული ჯანსაღი ტრადიციული სუფრა ქართული არის ჯანსაღი ეხლა რას გულისხმობ ჯანსაღშია თუ არა ჯანსაღში ეს კითხვაც ხო ესეთია ვის რა გონია ჯანსაღი ძირითადად როცა ამ წერტილამდე მივდივართ ჩვენ ვიძახით რომ საკვები რომელიც წინ მიდევს მას აქვს თუ არა ნუტრიენტული ღირებულება და ამ ნუტრიენტულ ღირებულებასთან ერთად რამდენ კალორიას მაძლევს უმრავლესობა არაჯანსაღი პროდუქტები რომელიც გვახსენდება რომელიც მე ხდება ხოლმე ჩემი ჭარბწონიანობის მიზეზი არის პროდუქტი რომელშიც მეტია კალორია მაგრამ ძალიან ცოტაა ნუტრიენტული ღირებულება ნებისმიერი უმრავლესობა პროცესებული პროდუქტების ნაყიდი ჩიფსები და ტკბილი გაზიანი სასმელები ეს ქართულ ტრადიციულ კერძებში არ მაქვს ბევრი მაქვს კალორია ბევრი მაქვს ნუტრიენტი მასთან ერთად ანუ რეალურად მე თუ ჯამურ კალორიებში ჩავჯექი ან ჩაჯდომა ცოტა ისეთ ფუფუნება გადავამეტე ოღონდ ადეკვატურ ჭრილში მე შემიძლია ახალი წლის სუფრაზე ვისიამოვნო შევივსო საჭირო ჯანსაღი ნუტრიენტებით და ბედნიერი ვიყო ამიტომ იცოდეთ რომ ქართულ სუფრა ჩვენთვის არის ნასწრაფ მქონდა ამასთანაც კომუნიკაცია რა ხდება საქართველოში ნუტრიციოლოგიის კუთხით და რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები რომელიც ადგილობრივად არის და სუფრა თუმცა ამასობაში ჩვენი სუფრა არის ერთობლივად როგორც ხელისშემშლელი ფაქტორი და დაბრკოლება ისევე ერთ-ერთი ჩვენი ფუფუნება იმიტომ რომ სიტუაცია მაქვს სადაც ნუტრიენტულად დიდარი კერძები სავსე მაქვს და იმიტომ რომ სავსე მაქვს შემიძლია ჭკვიანურად დავაბალანსო თუ ავიღებ ხაჭაპურს და ცომეულს გვერდზე მივდო ფხალეული თუ ავიღებ საცივს ნიგუზიანს ისეთი სალათა ავარჩიო სადაც ადეკვატური კალორიები და ოდენობები დააბალანსებს ამ ყველაფერს იქ ბოლოკია იქ კეჭრი პომიდორია ყველაფერია რაც საშუალებას მაძლევს რომ ამოვარჩიო ანუ საბოლოო ჯამში მივდივართ ქცევაზე ეხლა შენთან მაინტერესებს ეგ დილემა როგორ არის შენ თუ გაქვს პიროვნულად რაიმე დილემა მაგ ნაწილში საახალწლო სუფრის ქცევის ნაწილში და უფრო მეტად ოჯახზე მაინტერესებს ყავს შვილები რა სითვალისწინებ ამ ნაწილში იმიტომ რომ შვილია ახალი წელია ტკბილიც უნდა ისიც უნდა გვიანად დინებაც უნდა შენ დილემას როგორ ჭრის შულთან კომუნიკაციაში იმის ფონზე რომ იცი ნუტრიციოლოგია იცი მზარეულის უმაღლესი ტექნიკები ამას როგორ აზავებ ერთმანეთთან საოჯახო სიტუაციაში მე მგონია რომ ეგ ერთ დღეს არ იწყება და არ მთავრდება რა ვერც ახალ წელს დაიწყება და ვერ დამთავრდება მოკლედ რა ანუ ეგ არის პროცესი არის ეგ არის ჩვევა და ეგ არის მუდმივი მუშაობა. ხანერად არ ხდება. ანუ დღეს ვერ გახდება ჩემი შვილი ანგელოზი და რაღაც დღესაც დაიწყოს მარტო მწვანე ფოთლების ჭამას, ნუ ეგეც ხო, პირობითად ვამბობ. ხო, ნუ ბრალოდ ამ გონია რომ მე აი რაღაცა მაგას ჩემი შვილების შემთხვევაში მაგას მივაღწიე მეტნაკლებად რა. და ბევრი ლაპარაკით და პირველ რიგში ალბათ მაგალითით რა, იმიტომ რომ თუ რაღაცა იმარტივად რო ავიღოთ, თუ სახლში არ გვაქვს გაზიანი სასმელი და მშობლები არ ვსვავენ გაზიან სასმელს, შესაბამისად ბავშვებიც ნაკლებად მოიხმარენ, ხო? მათი ხელმისაწვდომობა არის ის, რაც ხდება მათ გარშემო რა და ეს წრე არის ძირითადად აი სახლის გარემო არის რა. სანამ გავლენ და ეხა მე კი იზავენ, რასაც უნდათ იმათ, მაგრამ სანამ შეიძლება რომ ყავდეს მეტნაკლებად უსაფრთხო გარემოში ამ კუთხით, რატომაც არა. ანუ მანდარი ამბავი რომ ხელმისაწვდომობა არ აქვს, ნაკლებად უნდება იმის ფონზე რომ მიყურებს როგორ იყვევები, როგორ ცხოვრობ და ამ ყველაფერს არა მარტო იმას უკავშირებს, იმიტომ რომ ბავშვი არ უკავშირებს მშობლის გარეგნობას. ის უკავშირებს მშობელი როგორ ხასიათზეა, როგორ ენერგიულია, როგორი კომუნიკაცია აქვს ჩემთან. მაგრამ მან შემოდის რისკი. ხელმისაწვდომობა არ აქვს და აკრძალული აქვს. აი აქ გადის რაღაცა ძალიან ისეთი ზღვარი. აკრძალებს რამდენად ხშირად იყენებ. ან იყენებდი და ეხლა კოუჩინგის პრაქტიკებთან ერთად ნაკლებად იყენებ? თუ არასდროს იყო შენ მიმართება რომ აი აკრძალოთ პროდუქტი? ხო, არა, აკრძალვა, ანუ ზომიერების ამბავი არა. ანუ ვაძლევ იმდენს რომ მათთვის იყოს უსაფრთხო. ხო, ზომიერება მნიშვნელოვანია, ასე მგონია რა. თორე ანუ აკრძალვით ვერ ავკრძალვებ და ანუ მეც არ ვკრძალავ საკუთარ თავს არაფერს აბსოლუტურად, როცა მინდა. გადასარევად მივირთმევ შუაღამისას რაღაცა დიდ რაღაცა ნაჭენ ნამცხვარსაც, ხო? მაგის იდეალური კომბინაცია იქნებოდა აკრძალვებს კი არ ვაკეთებ, მაშინ როცა რაღაცას ისეც ვიღებ, რომელიც ნაკლებად მინდა იყოს ჩემი ჯანსაღობის ნაწილი, მე რო ვიღებ ჩემთან ერთად ვაღებინებ ჩემ შულს.
ანუ გაზიანის სასმელი არ გვაქვს, მაგრამ გავედით და დავლიეთ ერთად დავლიეთ. იმიტომ რომ დამაკვირდა რა ვქენი დალევამდე დამაკვირდა რა ვქენი მაგის მერე. ხო, ერთხელ დავლი, ერთხელ შევჭამე მეორე დღეს ვაიმე რა დავაშავო ყველაფერი თავიდან იწყება. აი ამას როცა უყურებს ბავშვი რეალურად სწავლობს აუცილებლად თავისი გარემოდან. ამ გარემოს მოშორდება შენ როგორც თქვი, თუმცა ეს კონტროლირებად გარემოში რაც შეგიძლია აკეთებ და კონტროლირებად გარემოს შეგიძლია გახადო დარღვევა არა და გადახვევა. ისეთ პროდუქტის მიღება, რომელიც ზოგადად არ ჯდება ჯანსაღყოფის პრინციპებში, მაგრამ ადამიანები ვართ ხანგამოშვებით და აუცილებლად მოისწავლოს მასთან ურთიერთობაც. აუცილებლად. შენ შვილებს რა უყვართ ყველაზე მეტად საახალწლო სუფრიდან? ბიჭს უყვარს, ანდრიას უყვარს საცივი და აუცილებლად უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე, იმიტომ რომ ანდრიას უნდა რომ საცივი იყოს. ამ ძირითადი კერძი საცივი გაქვთ ხოლმე. კი ბატონო. ნუ ელისაბედს ძალიან იყოს ტკბილეული, ტკბილეულზე გიждდება და ნუ გოზინაყი არის ხომ და გოზინაყი ნაკლებად, მაგრამ ტკბილეული უნდა იყოს. და მაგ დროს მეტნაკლებად ის ხსნილია. აჰა. შეუძლია ჭამს. სხვა შემთხვევაში ზომიერად ვაძლევთ ხოლმე, თქვა დღის განმავლობაში რაღაცა ხილი თუ მიიღო, რაღაცა შებერთი, შოკოლადი, არაც უნდა მოკლედ რაღაცა პორცია. ჩურჩხელა? ჩურჩხელასაც მეტნაკლებად? მეტნაკლებად, ხო. ჩემი საყვარელი საახალწლო დესერტი მაინც უნდა შემომეტანა საქმეში. ჩურჩხელა, ხო? ჩურჩხელა შეიძლება გული წამივიდეს თხილის ჩურჩხელაზე. ეს ამაყავს. ესე იგი, ნინუც, მეორე დღეს რა შვები? ანუ წარმოიდგინე, გიწევს თუ არა გადაბმულად დღეები? და ეს გადაბმული დღეების სუფრები როგორ ბალანსდება? ეხლა ლექციას მოვრჩით და ერთი საინტერესო ტრადიცია მომიყვა სტუდენტმა. მივდივართ ქალაქგარეთ და ვინც მოდის, ყველას ერთი თავისი კერძი მოაქვს. რაღაცა კარგად ჟღერს არა? ძალიან. მართალია შეიძლება ეს კერძები დაემთხოს და ბოლომდე ვერ დაბალანსდეს, მაგრამ შეთანხმება შეიძლება წინასწარ. ეგ შეიძლება და შეიძლება დაიგეგმოს. თქმა უნდა. ანუ რეალურად ის ნაწილი რომ მე ვითვალისწინებ საკვების ოდენობას მასივარში და ეს ყველაფერი არის გადანაწილებული სტუმრებზე და ამასობაში ჩემს ოჯახში არსებულ ყველა წევრზე. ყველაზე მეტად შენი აზრით ქცევით ნაწილში ოჯახში წამყვანი ვინ არის? ქცევითი სტრატეგიის ვინ არის ყველაზე მისაბაძი? მშობლები გავიგე. თუმცა დედას რამე უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ დედა ამზადებს, თუ მამას აქვს უპირატესობა, რომელიც ძირითადად ხდება ხოლმე სუფრის მთავარი დეგუსტატორი. ჩვენთან დემოკრატია. ცი როგორ რაღაცას, ანუ მან ალბათ ის ამბავია ხოლმე, რომ ბიჭი უფრო მამას ბაძავს, ანუ მაგკუთხითაც, მათ შორის, ანუ რასაც მიირთმევს მამა, მას მიირთმევს მისი ბიჭი შვილი. გოგოს შემთხვევაში უფრო, თუმცა ეგ მთლად ეგრაც ვერ ვიტყვით რა. აი, ხო, ისეა. ზადების პროცესში რთავ შულებს? აუცილებლად, კი, აბა. რა საკიდან დაიწყა ეგ? საკმაოდ პატარა ასაკიდან, ოღონდ ეს თამაშით რა და მათთვის მომხიბულელ რაღაცებს ვაკეთებდით ხოლმე რა, ეს ორცხობილები, მსგავსი რაღაცა პასტებზე ძალიან კარგად ერთობიან ხოლმე ბავშვები, სხვადასხვა ფორმებს როცა აკეთებინებ, ან თუნდაც ეს ეგრეთ წოდებული პასტა მეიქერითაც ძალიან კარგად ერთობიან. მე ამეთი მოხაშვა, მაიმუნობა, აი დღეს შემიძლია ვთქვა, აი მარტივ კერძებს, აი რაღაცა კვერცხი, პასტა, კარტოფილი, აი ეგეთ რაღაცებს ძალიან მარტივად მარტივ соусებს და რაღაცებს იმზადებენ თვითონაც დამოუკიდებლად და გათვლა რა გქონდა? ანუ გათვლა იყო რომ მე მზარეული ვარ და მინდა ჩემმა შვილმაც იცოდეს მზარეულის ტექნიკები, თუ გათვლა იყო ქცევითი ნაწილში, რომ კომუნიკაცია როცა იქნება საკვებთან უფრო გააზრებულ არჩევანს გააკეთებს? უფრო მეორე იყო და თან ეს რაღაცა წესრიგი და სიახლოვე, ხო რეალურად თანხმდებით იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა, ჩვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის რა. ადამიანები რო იზრდებიან ხოლმე ხშირ შემთხვევაში ან სასწავლებლად მიდიან, ან თუნდაც ცალკე გადადიან, ანუ ხშირად უჩნდებათ ხოლმე ის პრობლემა, რომ არასწორი კვებით მიღებული ზიანი იმხელა ხდება ხოლმე, რომ შეიძლება რაღაცა გადაფაროს მთელი მისი რაღაცა წინა ცხოვრება, რაც მშობელმა იწვალა, სწორად აჭამა და ასე შემდეგ. რამოდენიმე წელში აბსოლუტურად შეიძლება დაინგრიოს ბავშვმა ჯანმრთელობა რა. მისი არასწორი ქცევით და თუნდაც რომ საკუთარ თავისად მოვლა არ შეუძლია რა. მარტივი რაღაცების მომზადებაც კი არ შეუძლია. შესაბამისად, ხო, ანუ ალბათ ერთიც არის და მეორეც არის რა. ერთი სიახლოვე და ცოდნა და მე როცა ვაკეთებ თან პატივისცემის ამბავიც მაქვს, ანუ საკვების მიმართ და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. თუ
თუნდაც იგივე სწორად დაგეგმო, თუნდაც იგივე სწორი რაოდენობა იყიდო, ანუ არ გადაყარო ბევრი რაღაც, არ გააფუჭო, ხო, აი წეღანაც ვამბობდი, რომ ჩვენს უფროს თაობას დღემდე აქვს ეს რა, რომ აი რაღაცა 10 კილოგრამი შაქარი უნდა კონდეს ზამთარში, რატო, რომ კითხო ვერ გეტყვის, ვერ გაგცემს პასუხს, ან 20 კილო მაკარონი უნდა მოიმარაგოს თუ რაღაც რა და დღემდე აქვს ეს ინერციით მოყვებათ ეს ჩვევები, ხო? ანუ აი ეგეთი დამოკიდებულებები რა, იგივე რომ აი ის რაოდენობა იყიდე, რაც გჭირდება, გამოიყენე იმის გააზრებულ ან დაგეგმე, ხო? ანუ გონებაში ჩამოყალიბე რაღაცა კერძს ვაკეთებ, ხო, აი რაღაც ცალვას ვამზებ, რომელსაც სტაფილო და კომბოსტო მჭირდება და ვიყიდი ამ ორ პროდუქტს, აღარ ვიყიდი ბულგარულ ციცაკას, რომელიც არაფერში არ მჭირდება და უნდა გავაფუჭოთ. ხო, ალბათ ეგ გათვალა და თან რაღაც დამოუკიდებლობის ამბავშიც რომ ისე იქნებია. გამართლა იტყოდი? შენ შემთხვევაში მაგ პრაქტიკამ. ეგ ჯერ კიდე პროცესი არის, ნახოთ რა, არ ვიცი. წესით კი. რა პროდუქტი იქნებოდა ისეთი, ან კერძი, რომელსაც საახალწლო სუფრაზე არასდროს დადებდი? აი არაფერი ესაქმება არც ნუტრიენტულად, არც გემოვნურად და რომელი პროდუქტი იქნება, რომელსაც აუცილებლად დადებდი და ყველა წელს რომ მოვიდე შენთან სუფრაზე აუცილებლად დამხვდება გემოვნური და ნუტრიენტული თვალსაზრისით ორივე. ვახ. ხო, არის ეგ შეიძლება ან ცოტა სუბიექტური შეიძლება გამოგივიდეს, არა უშავს. აი რაღაც ავოკადოს ტოს არ დავდებდი საახალწლო სუფრაზე. არაფერი არ ესაქმება საერთოდ, ხო. ნათ. აი რაღაცა ეგეც არ დავდებდი რა. რას დავდებდი აუცილებლად? გოზინაყი მექნებოდა ყოველთვის. აი სულ რო არაფერი არ მქონდეს. აი ჩემთვის ახალი წელი დგება, როცა მარტო გოზინაყი რო მქონდეს, აი მაშინ. და ან საცივი და გოზინაყი ალბათ რა. აი გორი პროდუქტი იქნებოდა, რომელიც ისედაც სულ მაქვს ხოლმე, აი სულ მაქვს. მართლა? ის განმავლობაში? არა. სუფრაზე, ხო? ანუ ახალ წელს შეიძლება სხვა არაფერი არ მქონდეს, ვერ მოვასწრო, ვერ გავაკეთო, მაგრამ ან წავიდე და ვიყიდო, მაგრამ მაგ პროდუქტს მე თვითონ ვაკეთებ ყოველთვის. თან რაღაც აი ტრადიციის ნაწილია, რიტუალის ნაწილი არის, აი ეს ოჯახური ერთად ყოფნის, ერთად მზადების და სასიამოვნოც არის და კაია მოკლედ რა. ბზარეულის დათურთულობა ახალი წლის სეზონზე როგორია? საშინელი. მაღალია. მაღალი. ზოგადად ისედაც საკმაოდ ისეთი არის, ხო, სტრესული არის ეს პროფესია. როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად, განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდში. ათმაგად რთული ხდება ხოლმე ეს ყველაფერი და ათმაგად უფრო დატვირთული და მეტ ენერგიას და მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ყველაზე მეტად რომელი კერძის მზადება გიყვარს პროცესით? არ არის ეგეთი ამბავი. არც ერთი ვერ განასხვავებ. თან ის არის რომ მე სახლში მზადება არ მიყვარს დიდად. ოკეი. ეგ რატო? პროფესია და იმიტომ. როგორც საქმეს ისე უყურებ. თავის ალბათ ხო. კი, ალბათ კი არა ეგრეა ხო. და ვერასოდეს აი ხო არიან ეს ოჯახი დედები, ბებიები, რომლებიც აი ცადილებს ამზადებენ, რომელიც ან მთელი დღე, ან აი რაღაც დაგეგმილად რომ დილითაც რომ მიხვალ რაღაცა საუზმე აქვს, შუა დღისით რაღაც ცადილი, ვახშამი და ისი აქვს რა პირველი, მეორე, მესამე რაღაც, ანუ მე მაგას ვერ ვაორგანიზებ. ანუ სახლში ძალიან მიჭირს მაგის გაკეთება. ამენდაც კარგად შეიძლება ვაკეთებდე სამსახურში ამ ყველაფერს, იმდენად მიჭირს სახლში ამ ყველაფერს გაკეთება და ჩემი საკვები არის ხოლმე ყოველთვის ერთი კვებას მოიცავს. ანუ ერთ კვებაზე გამოვკვებავ, კარგად და მე რა ის აღამოს რავჭამოთ, აღარაფერი აღარ გვაქვს საჭმელი. ნინუც, ნუტრიციოლოგიის ნაწილი და მზარეულის ტექნიკა. როდის მოდის ერთმანეთთან დაპირისპირებაში? სად გიფიქრია, რომ ეხლა ეს კარგი იქნება გემოსთვის, მაგრამ ცუდი იქნება ნუტრიენტულად? და რომელს ანიჭებ ხოლმე უპირატესობას? გააჩნია. ბევრ რაღაცას გააჩნია. გააჩნია რად მიიღებს მოკლედ ეს, ანუ კერძსაც გააჩნია რა. ოკეი. ხო. მე თუ ვაკეთებ ისეთ კერძს, სადაც კარაქი მჭირდება, ანუ კარაქი მაძლევს მთელ იმ რაღაცა გემოს, რომელიც აი კერძს რაღაც მთელ ფუფუნებას, სიძვირფასეს და შემდეგ აძლევს, მაგ შემთხვევაში გამოვიყენებ კარაქს რა. იმიტომ რომ ეს არის რა, გემო ჩემთვის არის ეს პირველესი რა, მაგრამ ზომიერება ძალიან მნიშვნელოვანია რა. კიდე აი სულმად მივდივარ. რა აი ზომიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი რა და რაოდენობა.
არაფერს არ მიზავს იდეაში რა ეს კარაქი რა. მე თუ ვიცი, რამდენს ვიყენებ, როგორ პროდუქტს ვიყენებ და სად უნდა გავჩერდე. კარაქთან ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ თვალის ზომით დავჭერი და რამდენიც გამოვა, იმდენი გამოვა. ანუ მე თუ პროცესში ყველაფერს ვწონი, იმიტომ რომ ესეც უნდა მოვიქცე ალბათ, როცა ზუსტად ვიცი რა გემომინდა დავსვა, ის ოდენობა კარაქი ვერ მოხდება, რომელიც ნუტრიენტულად ისიამრევს, რომ თქვა რომ ვაიმე რა დავაშავე. ანუ აქაც ბალანსია, რომელიც ალბათ ტექნიკის ცოდნაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ხო? ანუ აქ არის ჩაყარე შაქარი და ტკბილი ხო გამოვა. ნაკლები არ ჩაყარო და მეტი თუ გამოვა არა უშავს. აი ეს კონცეფცია არის, როცა მე ნუტრიენტებს საერთოდ ბოლომდე ვივიწყებ. და მრჩება მხოლოდ მენეჯმენტისთვის ჩემი გემონური ნაწილი. ამ კერძებიდან, რომელსაც შენაკეთებ, რეცეპტი საიდან მოდის? ეს არის წინაპრებისგან მოსული რეცეპტი. თუ ქართული ტრადიციული კერძების რეცეპტი საჩემილია უნახო. აი ესეც საინტერესო კითხვა მაქვს. არა, ეგეთი მარტივი. არის რა თქმა უნდა რაღაცა ლიტერატურაც არსებობს, მეტნაკლებად, წიგნები არსებობს. სხვადასხვა დროს დაბეჭდილი არის რაღაცა ახალი გამოცემებიც არის. ბებიების ჩანაწერები არსებობს და ეს ძველი ბლოკნოტები, რვეულები და ასე შემდეგ. მე მგონი ყველა ოჯახს აქვს ხო ეს რაღაც ბებიის კერძების და არქივებული ეს. და შენ რას იყენებ? მაგას მიქსავ ერთმანეთში? და საბოლოო ჯამში პრაქტიკიდან მოდის. საბოლოო ჯამში პრაქტიკიდან მოდის, საბოლოო ჯამში მეხსიერება და აი მე ხო რაღაც გემო მახსოვს რა. აი რაღაც ბავშვობაში რაღაცას ჭამდი ძალიან მომწონდა. მე ის გემო მახსოვს. და იმ გემომდე ვცდილობ რომ მივიდე სწორი გზებით ოღონდ რა. ანუ მე თუ ვიღაც მიკეთებ და რაღაცა ბებო თუ მიკეთებ და რას მიკეთებ და ბებო. არ ვიცი, ხო რაღაც ფლოვანას ან ხაჭაპურს თუ მიცხობდა, ხაბიძგინას თუ მიცხობდა და იქ იყენებ და რაღაცა იმ კარტოფილს და რაღაცა თავის თვალის ზომით და ასე შემდეგ. მე ამას რაღაცა დავხვეწავ ტექნოლოგიურად და მივიყვან და მივცემ მეტნაკლებად სრულყოფილ, ანუ ეგეც ხო პირობითი ამბავია, მაგრამ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში სრულყოფილ ფორმას და ზომას და ასე შემდეგ რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე სწორი ტექნიკების გამოყენება იმისთვის, რომ და ხო, მან თავისუფლად შეგვიძლია უკვე განსაზღვროთ რა ყველაფერი რა. ის რაოდენობა, ცხიმის რაოდენობა იქნება ეს თუ შაქარი იქნება თუ მარილი იქნება თუ ასე შემდეგ. ანუ რეალურად თავარი პრობლემა რაც არის კალორიები როგორ გავიგო ჩემ წინ არსებული კერძის, მაგას პასუხია ძალიან რთულია. ანუ აქტიური მუშაობა საჭირო რომ ტრადიციულთან ყველაზე მიახლოებული კერძი დაჯდეს და რო დაჯდება მე იკითხო როგორ გავაკეთე და როგორ გავაკეთე დათვალოთ ცილა, ცხიმი, ნუტრიენტული და კალორიული ღირებულება. ანუ ერთ-ერთი პრობლემა რაც გვაქვს ნუტრიენტული ბაზა არ გვაქვს ქართული. რომელიც ძალიან ღირებული იქნება რომ გქონდეს. და მაგ წერტილამდე აუცილებლად მივალთ. უბრალოდ გემრიელია ჯიზე შევედი რაღაცები დამხვდა. მაკედან არ შემიძლია ადეკვატური ნაწილი გამოვიტანო და მე მოდის კითხვა კაცო კალორიებზე რომ მესაუბრები და რაოდენობა მიკონტროლეო და კალორიებს რომ მithული. ეგ ხო გამოდის რომ მათ ხარვეზები იქნება და პასუხია ხარვეზები აუცილებლად იქნება. თუმცა ზოგადად კალორიებსაც ხარვეზი აქვს. ანუ არ არის ზუსტი მეცნიერება რითიც შემიძლია დავთვალო ენერგია რომელიც წინ მიდევს ჩემს ორგანიზმში რომ მოხდა რამდენი შევითვისე და რამდენი გამოვიყენე. მაგრამ კარგი ხელსაწყოა, იმიტომ რომ დაახლოებით კალორიების ბალანსი და დაახლოებით კალორიების გადამეტება უკვე საკმაოდ მაძლევს სტიმულს რომ სწორი ნაბიჯები გადავდგა. ანუ კონტროლის მექანიზმი ერთგვარად და როცა გეკითხებიან კალორიებს ითვლი რაც უნდა კალორიებს დათვლა, პასუხია ყოველთვის არა, მაგრამ რომ იცი ღირებულია. მათ შორის ნუტრიენტების ბალანსი, იმიტომ რომ კალორიებზე რომ მიდიხარ, კალორიების მიღვა გაინტერესებს ცილა, ცხიმი, ნახევრადადანაწილება მათ შორის. შესაბამისად, ჩვენ თუ ვიტყვით რომ საბოლოო ჯამში საახალწლო სუფრაზე ყველაფერი დადის ქცევაზე და ეს ქცევა არის მე ვიცოდე კონკრეტულად რა დღეები მაქვს, სადაც კალორიები პროფიციტში წამივა და ეს დღეები იყოს ისეთი პროფიციტი, რომელიც კონტროლირებადია. პროფიციტში გულისხმობთ იმაზე, მეტი კალორიის მიღებას უზრდე მჭირდება. წარმოიდგინე სიტუაცია, რომ მე ვიცი, რომ საახალწლო სუფრაზე დავჯდები და დაახლოებით 1000 კალორიის კერძს მივირთმევ ღამის 12 საათზე. ამის მერე მე ვიცი რომ დაახლოებით ისეთი დღეები მოუწევს, სადაც დღის განმავლობაში რაც მეკუთვნის 2000 კალორიით გადავამეტებ, ანუ 2000 მეკუთვნო და 4000 მივიღე და 2000 პროფიციტში ვარ. ეხლა ვიღაცებს გებევრებათ, მაგრამ იცოდეთ ამაზე მეტად პროფიციტში შეგიძლიათ ახვიდეთ. მე თუ ვიცი რომ ესეთი მაქვს 4 დღე და პლუს ახალი წლის საღამო.
და ამას დამატებული ალკოჰოლის კიდე ზემოდან 1000 კალორია. ჯაბოლო ჯამში გამოვიდა რომ მე 10000 კალორიის მენეჯმენტი რომელიც დამემატება ამ დღესასწაულებზე მაგ გადასანაწილებელი. ეს ნიშნავს იმას რომ მე გადავუხვიე ერთი ნიშნავს იმას რომ 10000 კალორიას რო გადავუხვიე მე თუ ჩავთვალე რომ ყველაფერი დამთავრდა და მაგ 10000 კიდე 20000 დავამატე ზემოდან მთლიან საახალწლო კვირაულში ნიშნავს რომ უკვე 3ჯერ მეტ ხათაბალაში გავები მხოლოდ იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ყველაფერი დამთავრდა ერთი გადახვევით და პირიქით როცა დამთავრდება ეს საახალწლო დღეები მეორე დღიდან დავიწყე გაწმენდის დღე დავიწყე ესე რა ქვია 100 ლარიანი დიეტა დამიწეროს ვიღაცამ 10 კილოგრამის დასაკლებად. გთხოვთ არ გვინდა. იმიტომ რომ რეალურად მე თუ მიუდგები ამას ისე რომ 10000 კალორია მაქვს გასახარჯი დეფიციტში. ეს შემი 10000 კალორია შემიძლია ისე ჭკვიანურად დავგეგმო როგორც წინა საახალწლო პერიოდში ახალი წლით ერთი კვირით ადრე დავიწყო მზადება. დღეში 300 კალორიან დეფიციტში მოვექცე. უკვე 2100 კალორია 10000 კალორიიდან მოსკენი რა ქვია. ჩავტოვე უკან. და მერე გადავანაწილო ჩემი კალორიები და ვთქვა რომ მე რო ერთი კვირა მექნება დარღვევა, წინარე ერთი კვირა და მომდევნო ორი კვირა ადეკვატურად გამოვასწორებ. ქცევითი ნაწილი. გეთანხმები სრულიად. აქ ხომ მომყვები? აბსოლუტურად. ეს შემთთვის პრობლემა ყოფილა უდეს მე უკონტროლო ყვება. ხო არ ფიქრობ რომ ეს იმის დამსახურებაა რომ საკვებთან ესეთი პირდაპირ შეხება გაქვს. იმიტომ რომ შენ თქვი რომ მე საკვებს პატივს ვცემ. ფიქრობ რომ რამე წილი უჭირავს შენ ყვებით ადაპტაციაში? ალბათ კი, მაგასაც მათ შორის რა. იმიტომ რომ ემოციურ ყვებაზე ჩვენაც ვიცით ინც არის ის რომ ემოციურ ყვების პირიქით წამალი ანუ მოსაგვარებელი პრაქტიკა არის არა მარტო გემოს გაგება საკვებზე, არამედ ყველა სხვა შეგრძნების ჩართვა და ეს ყველა სხვა შეგრძნება გაქვს ჩართული როცა ამზადებს საკვებს. ეს პრაქტიკა სწავლებადი რომ იყოს. როგორ რა საკიდან დაიწყებდი საერთოდ ამის სწავლებას? საკვებთან კომუნიკაცია. რომელ კლასში უნდა ისწავლობოდეს იდეალურ სამყაროში სადღაც მარსზე, ავედით კოლონიაზე. ანუ მე ვთვლი რომ დაბადებიდან უნდა ისწავლებოდეს. და ემოციური კავშირი ახსენე თან. ანუ განსაკუთრებით აი პატარა ბავშვების შემთხვევაში რა იმხელა გავლენ აქვს ემოციურ კავშირს. საკვებთან. აი მართლა მუშაობს რა. იმიტომ რომ აი გაუაზრებლად ხო მეც დედა რო გავხდი ინსტინქტურ დონეზე ხდებოდა ეს ყველაფერი რა ჩემთვისაც არ იყო ყველაფერი გაცნობიერებული რა უბრალოდ აი რაღაცებს აკვირდები და მე აი მიყვები ინტუიტიურად აი ამ რაღაცა ნაბიჯებს რომ აი მოდი იქნებ გაამართლოს რა იმიტომ რომ მე თვითონ მქონდა საკმაოდ ესეთი ცუდი გამოცდილება და გეტყვი რას გულისხმობ არ ვჭამდი ანუ აი საკვები არ მომწონდა რაღაც ასაკამდე საკვები არ მომწონდა ვიზუალურად არ მომწონდა. ანუ გემოს ასპექტში არაფერს არ ვერჩი, არც დედაჩემის მომზადებულს და არც ანუ აი არ მომწონდა რაღაცა იქ რაღაც ხახვი როგორ იყო დაჭრილი მაგალითად, არ მომწონდა ფერი როგორც იყო, სტრუქტურა არ მომწონდა, კონსისტენცია არ მომწონდა იმ წვნიანის რომელსაც მაჭმევდნენ ბაღში, სახლში, მეზობელთან არ აქვს მნიშვნელობა. და ანუ ჩემთვის საკვები იყო პროდუქტი, რომლითაც უბრალოდ მოდი არ მოვკვდე შიმშილით რა გადავრჩე იმდენი ვჭამო არანაირ სიამოვნებასთან არ იყო დაკავშირებული და ანუ არაფერ კარგ ემოციას არ მიტოვებდა მოკლედ დიდად ესე რაღაცები მახსოვს როგორ ისოფელში რო ჩავდიოდი ბებოდილით რო ხაჭაპურს გვახვედრებდა ან მეზობელთან რო გადავდიოდით და იქ რაღაცა თონეში ახალ ჩამცხვარ პურს რო ვჭამდით და ახალ მოყვანილ ყველს რო ანუ ეგეთი რაღაცები ძალიან მომწონდა და ძალიან მახსოვს და სავარაუდოდ გურმანიც ვიყავი მაგრამ იმდენად ნაკლებად მქონდა ეგეთი პროდუქტი რომელიც მე მომწონდა რომ საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდი ადამიანს რომელიც არ ჭამს არასდროს და იმედენს რომ უბრალოდ იარსებოს რა შესაბამისად სანამ მე თვითონ არ დავიწყე გაკეთება ანუ მე მივხვდი რატო არ მომწონდა საკვები და აი ეგ გამოცდილება არ მინდოდა რომ ჩემ შვილებს ქონოდათ მე რო დავინახე რაღაც მახსოვს რომ აი ანდრიას პირველად წვნიანი რომ მოუმზადე რაღაცა გაზაფხული იყო მოუმზადე ისპანახით და სხვადასხვა მწვანე ფოთლებით და ასე შემდეგ ოდნავ როდესაც ზედმეტი მოსდის ჟაუნას და ისპანახს და მწვანე ფოთლებს იღებს ჭაობის შეფერილობს. არის სასიამოვნო შესახედია მოკლედ რა. მე თვითონ ხო ვიცოდი რომ არ იყო სასიამოვნო შესახედი ეს რაღაცა პიურეს მსგავსი წვნიანი.
და მახსოვს რომ მიმაქვს და ძალიან პატარა იმისთვის რომ ანუ ეგ აღექვა ესე რა და რეაქცია გქონოდა და მივიტანე და ვხედავ რეაქციას, მაგრამ ბოლომდე დადებული არ მაქვს, რომ ბავშვი რაღაცა სახე რო არ მოგეწონება რა და ეგრევე მოვატრიალე უკან, რომ მეთქი ამას არ ვაჭმევ. და სულ ვცდილობდი, რომ ისე მიმეტანა ჩემ შვილებთან რა ეს საკვები, რომ მათთვის ეს ყოფილიყო სიამოვნებასთან ასოცირებული და რაღაცა კარგი პროდუქტთან ასოცირებული, ზომიერთან ასოცირებული, ჯანსაღთან ასოცირებული. წამოვიღე, მახსოვს ცოტა რაღაცა ის პროდუქტი დავამატე, რომელსაც ჭამდა იმ პერიოდში და მიიღო ესეთი სალათისფერი უფრო სასიამოვნო ის და თამამად მივედი და ხა. ყველაფერს ჭამენ თან რა. ეგეც ჩემი ძა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველაფერს ჭამენ ჩემი შვილები. და დარწმუნებულია, რომ ეს არის გენეტიკის დამსახურება. ეს არის სწორედ ადრეული ჩართულობა ბავშვის მზადების პროცესში და პატივისცემა საკვებისადმი. იმიტომ რომ რეალურად ემოციური კვების დროს ჩემთვის საკვები როგორც წესი უფრო მტერია ხოლმე, ვიდრე პატივისცემა მაქვს საკვების მიმართ. და მე თუ ვამზადებ მაგ საკვებს მეტად უფრო საპატივცემულო რაღაც მინდევს წინ და ამასობაში ვიცი რომ მეტ პატივს ვცემ ჩემს ორგანიზმს. რეალურად ეს ჩემ თავზეც მაქვს დანახული პროდუქტი, რომელშიც ენერგია ჩავდე რომ მომზადებინა განსხვავებული დამოკიდებულების გამო შეიძლება განსხვავებული პორცია მივირთვა და პროდუქტი რომელიც გამოვიძახე საერთოდ განსხვავებული კვების აღქმა გაქვს. მაშინ როცა ორივე ძირითადი კვება, ორივეზე დავჯექი და ვჭამე, ორივეზე ერთნაირი კალორიები მივიღე, აი განცდის დონეზე რომ მე ჩემი თავი შევავსე ნუტრიენტებით, შეიძლება უფრო მეტი წამოვიდეს ჩემი ერთამზადებული პროდუქტისგან თუ ამ დროის ფუფუნება მაქვს რომ მართლა გავიმზადო, მაგრამ ეხლა დროის ფუფუნებაც არის როგორ ელემენტარულ რაღაცაზე ვიძახით, აი კვერცხი ჩემით გავიკეთე. რაღაც გამოვიძახე სალათი, სადაც ვიცი რომ ცილა მაკლია და კვერცხი ეთლის რომ ჩემით გავიკეთე, მაინც უა განსხვავებული კომუნიკაცია ჩამომიყალიბდა. ბატონო. აი წარმოიდგინე ამ რაღაცებს უკვე ვითვალისწინებთ ჩვენ და სოციალური იქნება თუ ეკონომიკური თუ ყველა სხვა გარემოდან გამომდინარე რომელიც ჩვენ წინათაობებს გქონდათ ჩვენ ეს ყველაფერი ვერ ვისწავლეთ მაგრამ ჩვენ უკვე ვასწავლეთ შვილებს ამიტომ შენიერად აქედან 10 წელიწადში 15 წელიწადში ქართული სუფრა საახალწლო რას დაემსგავსება საით მივდივართ დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცა უფრო გააზრებულს არაფერს არ ველჩი უბრალოდ ზედმეტია ეს ყველაფერი რაც ხდება ხოლმე რა ანუ ზედმეტია ანუ ცოდოა ეს ყველაფერი აი უფრო ის პროდუქტი მეცოდება ხოლმე და ის ამბავი მეცოდება ვიდრე ადამიანები რომელიც მე ამას ჭამენ იმიტომ რომ აი მართლა ეს ანუ რაღაც აი გაფუჭებული მწვანილიც კი ჩემთვის ისეთი სიბრაზის გამომწვევი შეიძლება იყოს ხოლმე ეს ყველაფერი რომ აი ნუ აი რატო გავაფუჭეთ ეს რატო გადავყარეთ შესაბამისად მე მგონია რომ ესეც ინერციის ამბავია რა როგორც მოვედით რა ეხლა ხო ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი რა ეხლა ხო აღარ არის რიგები მაღაზიებთან იშოვება კარაქიც იშოვება თეთრი პურიც იშოვება ხო და მეტნაკლებად ყველაფერი გვაქვს რაც გვინდა ყველა სეზონზე გვაქვს ყველაფერი მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული ტრადიცია რომელიც არის ქართული სუფრის ტრადიცია რომელიც მგონია დიდად არის ჩვენი ტრადიცია უბრალოდ მოწებებული არის უფრო რა და სხვადასხვა კულტურების უფრო მგონია საბჭოთა კულტურის გავლენა უფრო იგრძნობა ხოლმე აი ამ რაღაც თუნდაც შემადგენლობაზეც რა ხო და მგონია რომ რაღაცა ინერციით ნელ-ნელა რაღაცებს დაემსგავსება ანუ დარჩება ტრადიციული კერძები და შეიცვლება მიწოდების სტილი აუცილებლად ხო ანუ ახალ თაობას აღარ საინტერესებს ესე რა ბავშვებს ანუ არ მოსწონთ ეს ყველაფერი ანუ ცოტა შორს სწავლობთ, მაგრამ რაღაც სადღეგრძელოები აღარ აინტერესებთ ესე. ხო, ეს რაღაც. ალკოჰოლი ზომიერად მიღება. თავისთავად. რომელიც ერთ-ერთი პრობლემაა საახალწლო სუფრაზე. კი. ხო, ბოლომდე დავლიეთ ყანწი, მოდი ჯარიმა რაღაცა. აი ხო. ნინუც ნახოთ აქედან 10 წელიწადში ახალი წლის წინარე სუფრის განხილვაზე გეულდები ისევ ამ პოდკასტში. ოკეი. მადლობა.